მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას ზეიმობს. დიდმოწამე ბარბარე იმპერატორ მაქსიმიანეს დროს ეწამა ქრისტესთვის. წმინდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით წმინდა ბარბარეს სასტიკად აწამეს, რის შემდეგადაც საკუთარმა მამამ მას თავი მოჰკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაიწვა. ბარბარეს წმინდა ნაწილები ასვენია კიევში, წმინდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმინდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული. წმინდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის. ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინება. იმპერატორ მაქსიმილიანეს დროს მოძალსერენ გადმოსებით იყო ძალიან გამას და მისი მამა ცდილობდა რომ გარესამთავროს განმეორებლად აღეზარდა ძალიან იჭიერი და გონიერი ადამიანი იყო და აგორთო ის მერე დასვა მას მამამ რომ ხალხში გასული და აფროს იცნობს ქრისტიანებს. ქრისტიან ხალხს, რომლებმაც მართლმადიდებლური სწავლება აუხსნეს და ბარბარეს ამის შემდეგ ის ხდება ფარული ქრისტიანი და ესეც მამამისი წასული იყო. იგოროვანი იყო წასული იყო. სხვაგან და აბანოს აშენებდნენ ეზოში და მზის და თვარის საპატივცემლოდ ორი სარკმლის გამოკვეთა ჰქონდა დაბარებული უშევისათვის. წმინდა ბარბარე უშევის ბრძანება რომ სამი სარკმელი გაეკეთებინათ ყოვლადღე სამების საპატივცემლოდ. როცა დაბრუნდა მამა და მოიკითხა რატომ ჰქონდა სამი სარკმელი და არა ორი გაიგო რაშიც იყო საქმე, მაშინ გამჟღავნდა ბარბარეს ქრისტიანობა და იმდენად გამოროხდა მამამისი, რომ ჯერ მარტოთან დაასვენა და როდესაც ვერ გადაიდირეს და სოფლის განაჩენი გამოუტანეს, თვით მამამ გადაწყვიტა, რომ მისი ჯალათი თვითონ და მამამისი მანამ დასაჯერეს და ბარბარეს თვითონაც ისჩიერეს დაინიშნა მამამისი. როგორც ხარეს, შემოწამებული და დაგეშურა თვითონ ბარბარე ევეძიოს მისი მეოხება. ილოცავთ დღევანდელ დღეს სრულიად საქრისტიანოს მართლმადიდებლებს ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს. როგორც იცით და ვიცით, ბარბარობა ეს ძირითადად ბარბარე წმინდა ბარბარე მფარველია. პატარა ბავშვების შვილებს დაგილოცავთ, მომავალ თაობას დავროცავ, სრულიად სიმშვიდეს და ხორციელ სიმშვილეს სიმრთელეს უსურვებ. სრულიად საქართველო იყოს დალოცვილი, გამრწყინებული, მშვიდობა მისურვებია პირველ რიგში და უფლის მადლით გამთლიანება, გაბრწყინება ჩვენ სამშობლოს, ყველას გილოცავთ სიკეთეს, სიყვარულს, ბედნიერებას, მშვიდობას გისურვებთ. დღევანდელ დღეს წმინდა ბარბარე შეგვეციოს მოგმადლოს ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება, მშვიდობა და ხალისი. არ მოგვაკლოს უფალმა.